Biznes რეკეტის 11 ფაქტი შესაძლოა რაბათის ციხის რეაბილიტაცია ბიზნესმენებისგან წარწმეული თანხით იყოს დაფინანსებული. Შესწავლილია სქემა თუ როგორ აყიდინეს ყოფილმა მაღალჩინოსნებმა კერძო კომპანიების მფლობელებს სახელმწიფოში მდებარე ძველი და ამორტიზირებული შენობები მაღალ ფასად. უარი შემთხვევაში ბიზნესმენებს დაპატიმრებით ემუქრებოდნენ. ცნობილია იმ ობიექტების ჩამონათვალიც, რომლებიც ძველმა მთავრობამ ძალით გაყიდა საქმის მასალების მიხედვით უკანონო გარიგებებში პროკურატურა იყო ჩართული. ახლა გამოძიება ცდილობს დაადგინოს, რაში დაიხარჯა იძულებით და ზედმეტად გადახდელი მილიონები. ბიზნესმენი, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს, 2011 წლის ბოლოს პროკურატურაში დაიბარეს და ბრალი ფინანსურ დარღვევებში დასდეს. იქვე შესთავაზეს არ დააპატიმრებდნენ თუკი ახალციხის რაიონის სოფელ ხეთოში 4000 ლარად შეფასებულ ამ დანგრეული ბიბლიოთეკის შენობას 200.000 ლარად შეიძენდა. ბიზნესმენი იძულებით შეძენილ შენობაში არც მისულა და არც საჯარო რეესტრში დაურეგისტრირებია. აუქციონი გაყიდვა უნდა მომხდარიყო და იქ უნდა მიმეღო მონაწილეობა. დავრეგისტრირდი, მივიღე მონაწილეობა, ჩვეულებრივად არავინ არ იყო პრეტენდენტი, მარტო მე ვიყავი, დავასახელე ის თანხა, რა თანხაც მითხრეს პროკურატურის გაუმძიებლებმა. შევიძინე ეს ქონება. შეთანხმება გაკეთა ჩემსა და გამოძიებას შორის და ეს 4000 ლარიანი ქონება ვიყიდე 200.000 ლარად და შემდეგ ამ ყველაფრის შემდეგ გამიკეთეს საპროცესო შეთანხმება რა განრიდება. ჩვენი რესპონდენტი ერთ-ერთია იმ 11 ბიზნესმენიდან, ვისაც 2011-12 წლებში ახალციხეში სხვადასხვა სოფლებში ძველი ობიექტები მსგავსი სქემით შეაძენინეს. მათი ვინაობა მთავარ პროკურატურაში დღეს დაასახელეს. გამოაქვეყნეს იძულებით შეძენილი უძრავი ქონების ფოტოებიც. პროკურატურაში აცხადებენ, რომ სახეზეა ბიზნესის ტერორის აშკარა ფაქტები. ბიზნესმენები დაკითხულები არიან ამ საკითხზე, მათ განმარტეს კიდეც რა მოხდა აპარაკია აქ ზეწოვაზე და ამ ფაქტებზე კონკრეტულად რა განმარტეს ბიზნესმენებმა, რატომ შეისყიდეს ასე იაფად თქვათ აუქციონზე გამოტანილი ქონება აი იმ ფასებში, რა ფასებიც ახლა ჩვენ ვიხილეთ, ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში გამოძიების დასრულების შემდეგ გაცნობებთ. სოფელ წინუბანში ბიბლიოთეკის ამ შენობაში ახლა უსახლკარო ოჯახი ცხოვრობს. ობიექტი ორგანიზაცია ინტელ ექსპრეს ჯორჯიას 770.000 ლარად აყიდინეს. ამ შემთხვევაშიც ობიექტის საბაზრო ფასი გაცილებით დაბალი 11.000 ლარი იყო. სახლი კარი არ მაქვს და არ ვარ და შესახლებული ვიყავი და დამაკმაყოფილეს ბიბლიოთეკაში შემიშერდა. მითხრეს არანაირად შეხება არ გვაქვს, ჯერავ არაფერი არ ადო. სოფელ აწყურში ეს ობიექტი შეპესე ჯორჯიან ინვესტმენტს 4.059.000 ლარად შეაძენინეს. მისი საბაზრო ფასი აუდიტორული დასკვნით 63.000 ლარი იყო. კომპანიის დირექტორი ჯუან შერმაშია ამ დროს დაპატიმრებული იყო. კომპანიებს შორის, რომლებსაც ახალციხეში ქონება იძულებით შეაძენინეს, TBC ბანკი და შეპესე ბემონიცაა. შესყიდვის პროცესში ორი ბიზნესმენი დაპატიმრებული იყო. ორმა მესაკუთრემ კი საკუთრება სახელმწიფოს ჩუქების ხელშეკრულებით უკან დაუბრუნა. საერთო ჯამში ობიექტების რეალიზაციის შედეგად ბიზნესმენებს რეალურ ღირებულებაზე 9 მილიონი ლარით მეტი გადაახდევინეს. პროკურატურამ ბიზნესმენები უკვე დაკითხა. მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც შეისწავლის მოხმარდა თუ არა ეს თანხები ახალციხეში რაბათის ციხის მშენებლობას.